მოგვიანებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 12 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში რამდენიმე ქუჩა და სარდაფი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში 30-მდე გამოძახება შევიდა. დაზიანებულია უჩანეიშვილის ქუჩა, სადაც გზის სავალი ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. წყალი საცხოვრებელ სახლებშიც შევიდა. თამარ გოგესაშვილი იმყოფება შემთხვევის ადგილზე. თამარ, რა პრობლემები შეუქმნა წვიმა მოსახლეობას და რა მდგომარეობაში ამ წუთებში გზის სავალი ნაწილი? უჩანეიშვილის ქუჩაზე ამ წუთებშიც დიდი ნიაღვარი მოედინება. ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალი ნაწილი მთლიანად დაზიანებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ გამოცხადდა სახანძრო სამსახურის ერთი ეკიპაჟი, თუმცა მათ ტერიტორია მალევე დატოვეს. უჩანეიშვილის ქუჩის მცხოვრებლები საკუთარი ძალებით ცდილობენ გაუმკლავდნენ ნიაღვარს. რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოშიც შევიდა წყალი. უჩანეიშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ამ ქუჩაზე ეს პრობლემა ყოველთვის დგას, როცა ჭარბინალექი მოდის. ნეტიდან იქიდან მომავალ ეს კანალიზაცია უკვე საშველი აღარ აქვს. ამას უნდა გაკეთდეს კაპიტალურად, იმიტომ რომ ნაგავით და რაღაცით ივსება. ხარი მოვიდა, იქაც მეხარ გადიოდა ეზოში თუ დაიწმოცენი ეზო. მე გავანგრიეთ კედელი, გავანგრიეთ, გავიდა წყალი და გამოვედი აქეთ უკან და ასეთ თვითავსე. უჩანეიშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ამ ქუჩაზე არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, ასევე გაუმართავია კანალიზაციის ჭები, რის გამოც ეს პრობლემა ადგილობრივებს ხშირად ექმნებათ. ამ წუთებში კი უჩანეიშვილის ქუჩაზე ვაკე საბურთალოს გამგებელი გამოცხადდა, რომელიც სავარაუდოდ სიტუაციას ადგილზე დააკვირდება. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში თამარ გოგესაშვილი საუბრობდა. ღამით კი ძლიერმა წვიმამ ქერჩის ქუჩაზე 6 ნომერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი დააზარა. ლალი ავალიანის თქმით, გამთენიისას 6 საათზე მოვარდნილმა ნიაღვარმა სახლთან მდებარე კედელი ჩამოანგრია და წყალი სახლში შევიდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და სახლის კედელი. ლალი ავალიანის განცხადებით, აღნიშნული საცხოვრებელი ფართის სამინისტროსგან ოქტომბერში მიიღეს. დაზარალებული ოჯახი დევნილთა სამინისტროს დახმარებას თხოვს. ამ დილით 6-5 წუთი იყო რაღაც სასწაული ხმა გავიგე და ისეთი რომ მეგონა რაღაც მოხდა, მე თქვი მიწიძრვა ხوار გიჟივით რომ ავარდით, გავიხედეთ სულ ყველაფერი, ეს ყვავილები ჩამონგრეული იყო იქით ჩაიმებული და ჩამოინგრა მთლიანად მიწა თავის კედლიანად. იმიტომ რომ ამ კედელს მიწის კედელი აქვს და მე დევს სინკარები, აქ მიწაა სულ სინკარებით. ხო და დავიწყე სულ წყლები შემომივარდა ოთახში, სულ წმინდავდი ამ წყლებს. არ არის პირველი შემთხვევა, ეს უკვე მე რამდენი შემთხვევაა. ყოველი წვიმის დროს ხდება ასეთი ამბავი. ეხლა უკვე ძალიან ხედავთ რა ხდება გარეთ. ჩამონგრეულია მთელი კედელი თავის მიწიანა. ეს ზევიდან გროვდება წყალი მაღალიდან ჩამოდის ჩანჩქერივით. ვეღარ გაუძლო კედელმა, არც იყო როგორც ეთყობა კარგი გაკეთებული. იმიტომ ხდება ეს რაც ხდება. გამოშვებას დღის სხვა მოვლენებით განვაგრძობთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრის ვინაობა ცნობილია. მოსამართლეთა კონფერენციამ არჩევანი 24 კანდიდატს შორის გააკეთა. პირველ ტურში ბარიერი მხოლოდ ზაზა მეიშვილმა გადალახა, რომელსაც მოსამართლეთა კონფერენციაზე 168 მოსამართლემ დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილები დაიკავეს მოსამართლე ლევან მურუსიძემ, ილონა თოდუამ, პაატა სილაგაძემ, თამარ ალანიამ, შოთა გეწაძემ და მერაბ გაბინაშვილმა. სასამართლოს კოლეგიის და პალატის თავმჯდომარე მოსამართლეებისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 ადგილი განისაზღვრა. არჩეულთაგან 4-ს კი არ აქვს უფლებამოსილება ადმინისტრაციული თანამდებობები შეითავსონ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში რჩება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელია და კიდევ ერთი მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი. გვარამია ლევან ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ სასამართლო ხელისუფლება გადავიყვანოთ დამოუკიდებლობის უფრო მაღალ, ასე ვთქვათ, ეტაპზე და უფრო მაღალ დონეზე. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ნაბიჯის გადადგა, ის რაც უკავშირდება მოსამართლეების თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას. ოქტომბერ-ნოემბერში ამოქმედება ეს ნორმა, ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ საკანონმდებლო დაღმასებელ ხელისუფლებასთან ერთად ეს ნორმა ამოქმედდეს. მოუთმენად ველოდები იმ 6 წელს, რომელიც დაინიშნება პარლამენტიდან მოგეხსენებათ, არის იუსტიციის საბჭოში შედის 9 მოსამართლე და 6 პარლამენტის მიერ დანიშნული წევრები და ჩვენ ერთობლივად მოგვიწევს ბევრი სამუშაოს ჩატარება. ამიტომ, როდესაც პარლამენტიდან დაინიშნება წევრები, ყველაფერს ვეცდებით, რომ ის პრობლემები მეთოდურად მოვაგვაროთ, რაც აქვს სასამართლოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველა წევრმა, რომელიც დღეს ამხელა ნდობის მანდატით
აღჭურვა ჩვენ მოსამართლეთან კონფერენციამ იმისათვის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება იყოს ყველა იმ სტანდარტის შესაბამისი, როგორც ეს არის ევროპის წამყვან ქვეყნებში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების შემდეგ დანარჩენი 6 წევრის კანდიდატურას უკვე პარლამენტი დაამტკიცებს. კანდიდატურების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში მოხდება. გვანცა პაპავაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში, გვანცა თუ არის ცნობილი, როდის იქნება კენჭისყრის პროცედურა. მოსამართლე წევრები უკვე არჩეულები არიან, რაც შეეხება არამოსამართლე წევრებს, ამ საკითხზე პარლამენტში ხვალინდელ ბიუროს ხდომაზე იმსჯელებენ, კენჭს კი უკვე 4 შაბათს პლენარულ სესიაზე უყრიან. სავალდებულოა, რომ 6 წევრიდან 2 ხმათა 2/3 უმრავლესობით იქნას არჩეული, დანარჩენი 4 კი უბრალო უმრავლესობითაც შეიძლება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა შაბგულიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევნების დროს რეგლამენტის არასწორად ინტერპრეტაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ არჩევნების ჩატარების წესი დისკრიმინაციული იყო. რაში მდგომარეობს ეს არასწორობა და დისკრიმინაციულობა, როგორც ჩატარდა ეს არჩევნები? ისე იქნა გაგებული კანონი, თითქოს კანონი ითვალისწინებდა, რომ იუსტიციის საბჭოს იმ 3 წევრის თანამდებობაზე, რომელსაც იმავდროულად იუსტიციის საბჭოს წევრობასთან ერთად უფლება აქვს შეითავსოს სასამართლო ხელისუფლებაში ადმინისტრაციული თანამდებობა, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობა, თითქოს აქ კენჭისყრის უფლება ჰქონდათ მხოლოდ კოლეგიის და პალატის თავმჯდომარე მოსამართლეებს. პარლამენტში იმ კვირაში, ალბათ 4 შაბათის სესიაზე მოხდება იმ 6 წევრისთვის კენჭისყრა, რომლებიც პარლამენტმა უნდა არჩიოს იუსტიციის საბჭოში. 6 წევრი, აქედან 2 სავალდებულოდ 2/3-ით უნდა იქნეს არჩეული, დანარჩენი 4 თუ არ იქნა პირველ ტურში 2/3-ით არჩეული, შესაძლებელია უბრალო უმრავლესობით იქნეს არჩეული. მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა წევრების არჩევნებს საერთო ჯამში დადებითად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და პროცესის გამჭვირვალე წარმართვაზე საუბრობს, თუმცა კახა კოჟორიძის განცხადებით უმჯობესი იქნებოდა მოსამართლეთა კონფერენციას დღის წესრიგი თავად განესაზღვრა და ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ განსაზღვრული წესებით არ ემოქმედა. რიგ საკითხებთან მიმართებაში ვისურვებდი, რომ კონფერენციას საკუთარ თავზე უფრო მეტი აეღო, მაგალითად ეთქვა ის, რომ კონფერენციას ურჩევნია დღის წესრიგი თავად განსაზღვროს, თავად დაამტკიცოს, ვიდრე იმოქმედოს დაუშვათ ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით, ან კონფერენციას მიეცა უფლება კანდიდატებისთვის, რომ დაესვათ კითხვის ნიშნები, კითხვები კანდიდატებისთვის, თითოეული მოსამართლისთვის ამის უფლება მიენიჭებინათ. როგორც იცით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრს იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან აირჩევს, რომელთა საქმიანობით სფეროც სამართალია. მადლობა, ეს იყო გვანცა პაპავაძე. ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სამების საკათედრო ტაძრიდან გუშინ საღამოს საკუთარ სახლებში გადაასვენეს. 24 წლის თეიმურაზ ორთავიძე მშობლიურ მხარეში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელშია გადასვენებული. გარდაცვლილ ჯარისკაცს სამხედრო წესით დაკრძალავენ. საკუთარ სახლებში გადაასვენეს ავღანეთში დაღუპული სხვა ჯარისკაცების დაღუპულთაგან 3 გორიდან და გორის რაიონებიდან იყო. საკუთარ სახლში გადასვენებულია კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი და პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. მოსახლეობასთან ერთად სამგლოვიარო პროცესიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დახვდნენ. რუსთავში გადაასვენეს ავღანეთში დაღუპული მიხეილ ნარინდოშვილიც. დამამწუხარება გამოთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა მიუსამძიმო დაღუპულების ოჯახებს თანადგომა გამოუცხადო. ეს ვაჟკაცები ნამდვილად გმირები არიან. სამწუხაროდ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში 10 ვაჟკაცი დაიღუპა ტრაგიკულად, რაც თავისთავად შემაშფოთებული ფაქტია. ეს არა მარტო თითოეული ამ ოჯახის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. მისაბაძი კარგი ახალგაზრდა ძილობიანი, თუ რამე შეიძლება კარგი ამბიძე ითქმება, მაგრამ რა ვქნათ, არ გაუმართლა. ცხადია, გმირობის თულფასი კი არა, იმაზე მეტია. საამაყო ახალგაზრდა იყო და დარჩება კიდეც მუდამ. სოფლისთვის საამაყოდ თითის საჩვენებელი ბიჭი იყო.
სახლებში გადასვენებამდე დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაუხადა. ამის შემდეგ კი უწმინდესმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. ილია მეორემ იმ ტრაგედიაზე ისაუბრა, რომელიც 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. პატრიარქის განცხადებით ეს დღე უმძიმესია დაღუპულთა ოჯახებისთვის, თუმცა არანაკლებად მძიმეა საქართველოსათვის. Globs, მთელი საქართველო დღეს დასტირის მთელი საქართველო ჩვენს ვაჟკაცებს ვერავინ ვერ ახსნის განგებას ღვთისას ნებას ღვთისას ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ რომ ჩვენი ვაჟკაცები ჩვენი შვილები ცოცხალი არიან იმათი სულები დღეს დაგვტრიალებენ ჩვენ და თხოვობენ ჩვენგან ჩვენს ლოცვებს მე მესმის რამდენად მძიმეა ეს ოჯახისთვის არანაკლებად მძიმეა ეს ჩვენი საქართველოსათვის ჩვენი სამშობლოსათვის პირადად ჩემთვის ჩვენი ეკლესიისთვის ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის სახელით მიიღეთ თანაგრძნობა. ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამოქალაქო პანაშვიდს გუშინ სამების საკათედრო ტაძარში მოქალაქეები დაესწრნენ. სამების ტაძარში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მინისტრთა კაბინეტი. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაღუპულთა ოჯახებს რიგითმა მოქალაქეებმაც მიუსამძიმრეს. ავღანეთში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე 6 ივნისს ბაზასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა, 9 ჯარისკაცი კი დაიჭრა. კიდევ ერთი რომ სამძიმრებ ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების ოჯახებს და ახლანათესებს მოსამძიმრებ სრულიად საქართველოს. ეს ბიჭები ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს შეეძინა. ჩვენ მოსამძიმრებთ ეროვნულ ოჯახებს შეიარაღებულ ძალებს იმ ბიჭებს ვისთანაც ერთად ეს გმირები იბრძოდნენ. კეთს მიხვით მათი ვაჟკაცობის და სიმამაცის წინაშე და მადლობას ვუხდით ყველას. მათ ვინც დაიღუპნენ და მათ ვინც ცოცხლები არიან და საქართველოს ინტერესებს იცავენ. თანაგრძნობას ვუხადებ პირველ რიგში ოჯახებს, შემდეგ მთელ ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი ყველა ძმები და ყველა შვილები იყვნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ამ დიდი ტკივილისა ისინი არიან გმირები, რომლებმაც თავი შეწირეს მაღალი იდეალებს, რისთვისაც ეს მისია ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის. უდიდესი დანაკარგია მათთვის და სრულიად საქართველოსთვის, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, რომ ამ ბიჭების სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებას და ერთიანობას შეეწირა და ჩვენ რვად ვარ დარწმუნებული, რომ მივაღწევთ საქართველოს გაერთიანებას. სამების საკათედრო ტაძარში ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც უწმინდესმა გადაიხადა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და ტაძარი კომენტარის გარეშე დატოვა. დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც. საქართველოს გლოვს, თავის გმირებს, თავის შვილებს, თავის ჯარისკაცებს, ვინც გმირულად დადეს სამშობლო სამსახურში თავი. მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, სადაც ცივილიზაცია, პროგრესი ებრძვის სიბნელეს, ფუნდამენტალიზმს ამ ბრძოლაში საქართველოს გაიღო დღევანდელი მსხვერპლი, მაგრამ ეს მსხვერპლი არ არის, ყველამ მინდა იცოდეს, რომ არ არის პუჩი.
დაღუპული ქართველი გმირების ოჯახებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც ქართველი სამხედროების გმირობასა და მისიაში მონაწილე ჯარისკაცების მიერ გაწეული სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. Our hearts go out to the families. ჩვენ უთანაგზნობთ და დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაკარგა მეუღლე, შვილი და ძმა. ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად გულობთ ამ დღეს. ქართულმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ისინი მარტო არ არიან. ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის და მუქარი შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელების გამო პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომას იწვევს, თუმცა სხდომის გამართვის ზუსტი თარიღი უცნობია. მიხეილ სააკაშვილის თავაზობს პრემიერ-მინისტრის აპარატს, რომ თარიღზე ერთობლივად შეთანხმდნენ. აპარატის ინფორმაციით პრეზიდენტი მზად არის თარიღი პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეთანხმების შესაბამისად ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს დანიშნოს. სხდომის მთავარი განსახილველი საკითხები ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იქნება. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კადრები, რომელიც გავრცელდა ოჯახედების სახელით, არის არა მარტო საქართველოსთან ატვირთული ელექტრონულ სივრცეში, არამედ დამზადებული საქართველოსია, რაც ძალიან საგანგაშო და სამწუხაროა, იმიტომ რომ აშკარაა, რომ მას აქვს პოლიტიკური ელფერი. ამიტომ ეს ძალიან სერიოზული დანაშაული, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს, რადგან ის მოხდა უკვე ელექტრონულ სივრცეში და ის შეიძლება სწორედ იყოს მოწოდება ზოგიერთი მუსლიმანი ფანატიკოსისათვის, უნდა იყოს გამოძიებული უსწრაფესად. ნებისმიერ კონსულტაციებს, საბჭოს თომებს, კოორდინირებულ საქმიანობას მით უმეტეს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ მივესალმები, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ, არაერთხელ დაგვიტკიცებია მეგონი, რომ მონაწილეობისთვის, საკოორდინაციო მუშაობისთვის ყოველთვის მზად. ამ წუთებში გორში ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. ლატვიელი დეპუტატები საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას იღებენ. ამის შემდეგ კი მიმდებარე სოფლებს მოინახულებენ. რა კომენტარები გაკეთდა შეხვედრის დაწყებამდე? ნინო ბერძენიშვილი ჩაგვერთვება გორიდან პირდაპირ ეთერში. ნინო, გისმენთ. საქართველოში ვიზიტად მყოფი ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა აინარს ლატკოვსკიმ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებაში დაუშვებლად მიიჩნია რუსი მესაზღვრეების მიერ ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის მონიშნის მიზნით დაწყებული სადემარკაციო სამუშაოების გაგრძელება და გააპროტესტა რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შეცვლის ფაქტები. შეხვედრა დაახლოებით 9 საათს მიმდინარეობდა და დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრები ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთანაც. საქართველოში ვიზიტით ვიმყოფებით, შევხვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, კოლეგებს თავდაცვის უწყებიდან. ასევე ჩამოვედით აქ, რათა ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას და საკუთარი თვალით ვიხილოთ ოკუპირებული ტერიტორია და ეგრეთ წოდებული საზღვრის გავლება. მავთულ ხლართები, რომლებსაც ავლებენ იქ, სადაც საქართველოს ტერიტორიაა. ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან უკვე დასრულებულია. ისინი ერთობლივად გაემართნენ ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ დიჩი, რათა ადგილზე მოინახულონ ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორია. ეს იყო ნინო ბერძენიშვილი გორიდან. სასტუმრო რედისონში სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის 6 თვის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ძირითადი პრობლემები მოგვარებულია და უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურის განვითარებას. მინისტრმა კომენტარი გააკეთა ვანო მერაბიშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით რუკის შეტანის თაობაზე. სოზარ სუბარი ამბობს, რომ მერაბიშვილთან რუკის შეტანის შემთხვევაში მასას და ციხის თანამშრომლებსაც 3 წელი დაემატებოდათ. ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა კანონი, რომლის მიხედვითაც ისეთი ნივთების მაგალითად როგორიც არის სანთებელა აღმოჩენის შემთხვევაში პატიმარს სასჯელი 3 წლით ემატებოდა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ მსგავსი არაადამიანური პირობები სასჯელ აღსრულების სისტემაში აუცილებლად გამოსწორდება. რევოლუციური ცვლილებები გატარდა, შეიძლება თამამად ვთქვათ, სისტემის გაადამიანურების თვალსაზრისით, სისტემაში წესრიგის დამყარების თვალსაზრისით და პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს არის პირველი ეტაპი და ამაზე დეტალურად მოიხსენეთ ინფორმაციას. უკვე შემდეგი ეტაპი იწყება დღეიდან, დაწყებულია პირველი დღიდან, მაგრამ დღეიდან უფრო მეტი ყურადღება, რასაც მექცევას იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რუკის შეტანა აკრძალული ნაციონალურ მოძრაობას, მათ მიერ მიღებული კანონით და თანამშრომლებმა, რომელმაც
ნახა რუკა, ძველი თანამშრომელი, მათივე მიღებული, იცოდა ეს კანონი და ამოაცალა ეს რუკა. რო შეეტანოთ სხვათაშორის ის თანამშრომელიც, რომელმაც შეიტანა და ვანოც, რომელმაც რუკა მიიღო, 3 წელი დაემატებოდათ და მადლობა თქვა, რომ ეს რუკა ამოაცალეს. თუმცა აი ასეთ უმსგავსობებს ხადია ჩვენ გამოვასწორებთ ძალიან მალე. აჭარაში სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, მარიხუანა და 112 აბი ექსტაზი ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული მარიხუანის საერთო წონა 49,34 გრამია. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, მარიხუანა და 112 აბი ექსტაზი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილის აქვე პუნქტით და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა სასტუმრო ზიგანას მენეჯერი დააკავეს. ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი სასტუმრო იაკა მუზას დროებითი მფლობელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე აიყვანეს. ორივე სასტუმრო ბათუმში გონიოს დასახლებაში მდებარეობს და რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. მოწმის სტატუსი დაიკითხა სასტუმროებში მომუშავე 20-მდე ქალბატონი. გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს. მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს წალკის რაიონში. გამთენიისას წალკის წყალსაცავიდან ცხედარი დინებამ გამორიყა. გარდაცვლილი თბილისში მცხოვრები 38 წლის ზურაბ ვარდიაშვილია. ახალგაზრდა მამაკაცი მეთევზეა და ის წალკაში სათევზაოდ თბილისიდან იყო ჩასული. თვითმხილველთა განცხადებით მეთევზე სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თევზაობისას დინებაში მოყვა და გული გაუსყდა. გარდაცვლილი პროზექტურაში არის გადაყვანილი, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. თბილისლები იყვნენ ჩამოსული. სათევზაოდ ჩამოვიდნენ, წყალმა გაიტანა ნაპირში და ავივიყვანეთ, მერე გამევიყვანეთ გარეთ. ამის პირველის ნახევარზე შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოქალაქე ვარდიშვილი, რომელიც იმყოფებოდა თბილისიდან, იყო ამოსული სათევზაოდ და მომუშავდა ტბაში ნანაპოვნი გარდაცვლილის წყალში დაუჭრელი. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს ქუთაისში პარლამენტის შენობასთან გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეები იმ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, რომელთა მიხედვით ღამის საათებში სამუშაო საათების 40-დან 48 საათამდე გაზრდა იგეგმება. პროფკავშირების წარმომადგენლები შრომის კოდექსის პირვანდელი ნაწილის დატოვებას მოითხოვენ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პირველი მოსმენით მიღებული კოდექსი რაც დამტკიცდა, ეს არის ის ვარიანტი, რომელიც კარგია ძველ კოდექსთან შედარებით და დასაქმებულებს აძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაონ და დაელოდონ თავის დამუშავებას მისცემ განაზღაურებას. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ავაპროტესტოთ ის უმძლავრსო შრომის კოდექსის მიღება, რომელიც მიღებაც ცდილობენ დღევანდელი ჩვენი რომელსაც ცდილობს დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება. მოვიხოთ და ვითხოვთ იმ შრომის კოდექსის მიღებას, რომელიც იყო შეჯერებული და განხილული პირველი მოსმენით და იყო მიღებული. კიდევ ერთი აქცია ქუთაისში პარლამენტის შენობის შესასვლელი ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეებმა გადაკეტეს. ისინი დეპუტატ ეკა ბესელიასთან შეხვედრას მოითხოვენ. ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეები ახალ ბაზარში გადასვლას აპროტესტებენ. უფლებები ხალხის ირღვევა, წადით, გვაქვს ვადა 4 შაბათამდე. თუ 4 შაბათს არ დამისლით, 100 მილიციონერი, მკითხავი მილიციონერი მეუბნება და მეკაჩება მილიციონერი, ხელს ვახერს, მკითხავი რომ თუ თქვენ არ გამოდით 4 შაბათს, ძალად მოვალთ, გამოგიყრით მაცივარში რაც გაქვთ და ამას ქალაქის ტერიტორიაზე მოვანიებთ. 4 შაბათ დღემდე მოგეცა ბრძანება იმისი, რომ დავცალოთ ბაზარი. ვართ მესაკუთრეები, მოვაჭრეებიც, ყველანი ერთმანეთის გვერდით. სად გვიპირებთ
იღებენ წასვლას, რა ტერორება გვეკუთვნის, რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. არ არის ჩვენთვის ეს საფონში არც გამგეობა, არც პროკურატურა, არც პოლიცია და გამორიცხული არის. ამიტომ მომართეთ პარლამენტში ქალბატონ ეკალბესელიას, რადგან ირღვევა ადამიანთა უფლებები და ვთხოვთ დაგვიდგეს გვერდით და მიგვაღებიოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას აპროტესტებენ. გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ისინი ქუთაისის მერიის წინ მივიდნენ და ქუჩის გადაკეტვა შეეცადნენ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეთა განცხადებით გარევაჭრობის გამო ბაზარში მომხმარებელი აღარ შედის, შესაბამისად მათი შემოსავალი შემცირდა. ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე შეხვდა. საკრებულოს დეპუტატი აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარებას დაპირდა. მისი განცხადებით საჭიროა კომპრომისული ვარიანტის მოძებნა იმისათვის, რომ კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარის ინტერესები გათვალისწინებული იყოს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აქციის რამდენიმე მონაწილეს ქუთაისის მერი შეხვდებოდა, შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.